ლომთან საბრძოლველად რომ ჩაეგდეთ, რას იზამდით? აი მე დანებებას არ ვაპირებდი. როგორ აღმოჩნდი აქ? ხშირად გლადიატორებს ომის ველზე ატყუებდნენ. მეც სწორად ასე დამემართა. აიგდე ფეხზე. ჩემი მეგობარი წამოიყვანო ცოცხალია თუ არა მაინტერესებს. დარია ყველა. მითხრეს რომ ყოლა ჩემი მეგობარი მოკვდა. და პირდაპირ მონათა ბაზარში გამაქანეს, რომ გავეყიდე. შენომში დაგიჭირეს არა? მაინც რა ამბავია რომ ხელაფასი გადა. კარგი მეომარი ვარ და მაგითო. შენან დათვებთან დასაფერად უნდა გაგდებდე ხა ან ხელს შეკრული ვინო ძლიერ მეომართა. რას გავხ? ამას ავიღებ. ავიღებ. გლადიატორი იმ დროს ძალიან ძვირი ღირდა. ნიკოლაუსს ამდენი არ ჰქონდა. ამიტომ ძალიან ძვირფასი რამის დათმობა მოუწია რომ ვეყიდე. რა ამბავია? ჩდება კითხვა, რატომ გადაიხადა ნიკოლაუსმა ამდენი ერთ მონაში? ის ხომ არ აპირებდა ჩემს ლომთან ჩაგდებას. მაგრამ არა, მან კარგად მომიარა და ექიმიც კი მომიყვანა. აბა ჯანმრთელობისა კი არაფერი გეტყობა, მაგრამ ნახოთ ერთი რამდენად ჯანმრთელია ჩვენი პაციენტი. კარგად ყოფილხარ. ექიმი რაღა ჯანდაბად უნდოდა. საქმე იმაში რომ ნიკა ლანისტა იყო. ლანისტები კიდე ასე მონებად ყიდულობდნენ გლადიატორებს, ავარჯიშებდნენ, შემდეგ აბრძოლებდნენ და ასე შევლობდნენ ფულს. ხო და რა თუნდოდა ავადყოფი მონა. ომის ტყვეებზე დამნაშავეებს პირდაპირ ბრძოლის ველზე უშვებდნენ მხეცების დასაკლეჯად და გასართობად. დიდი იმედი მოქვს რომ იგივე არ მელოდება. იმის მიუხედავად თუ რას მიპირებს ნიკოლაუსი, კონტრაქტზე ხელი მაინც უნდა მომეწერა. აჰა ეს კონტრაქტი მოგიტანე და თუ თანახმახარ ხელი მოაწერა. თუ ცუდად ვიბრძოლებ, თანახმავარ რომ ცემონ გამლანძღონო მონკლან. უკიდურეს შემთხვევაში. აი დაბლა წაიკითხე, უარი შემთხვევაში თუ არ მოგწონს დათვად შემიძლია ჩავეგდო. აქ კიდე წერია რომ თუ კარგად ვიბრძოლებ, შეიძლება გამათავისუფლო. შეიძლება. საკმარის ფულს თუ მაშოვნი. სხვა რა გზა მქონდა. ხელი მოვაწერე. ერთადერთი იმედს გათავისუფლების პუნქტი მაძლევდა, მაგრამ შეიძლება ნიკოლაუსი მატყუებდა რომ კარგად მებრძოლა. მაგრამ იქნები იყო შანსი რომ მეპოვა ომში დაკარგული მეგობრები. ყველაზე მეტად კი სკიბიდიუს მენატრებოდა. ყველაფერს მივცემდი რომ ერთხელ მაინც მენახა ის. მაგრამ ახლა მასზე ფიქრი მხოლოდ გამოუბედურებდა და მეტი არაფერი. ამასობაში ნიკოლაუსმა ვარჯიშის რუტინაც მომიტანა. აგერა მოვიტანე შენი ვარჯიშის რუტინა ზვიანგოს მონაო. ხო და კარგად გაეცანი რომა ბევრი ფული მაშოვნინო გაიგე. თოზე ბუჭურიშვილის რუტინას ატყავს? თავარია მაქსიმალურად დიდები ყოფილიყავით. ჩვენ გლადიატორები. რომ ხალხისთვის მაქსიმალურად სანახაობრივი ყოფილიყო. ზუსტად დღევანდელი ბოდიბილდერები ვით. 4 დღიანი ვარჯიშის რუტინაა. ერთი დღე ვარჯიშობ, ერთი დღე ისვენებ. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ორი პუნქტია. მაგალითად ამ დღეს გლადიატორები ვარჯიშობდნენ ასეთ ჯოხთან, რომელსაც ფალოსი ერქვა. სანამ ოწინააღმდეგესთან იბრძოლებ, ჯერ ვარჯიში გჭირდება. ეს ხმალი ჩემ წინა გლადიატორს ეკუთვნოდა. რა მოვიდა იმ გლადიატორს? კოჩი, ხმალი გაუყარეს. ტრაქში უნდა მეთქვა, ტრაქში ხმალი ძღოდი. ამასთან უნდა ვიბრძოლო ხოლმე. არ მოგიგოს. მე ხომში დამიჭირეს. წესით ბრძოლა კარგად უნდა მცოდნოდა და ვარჯიშიც აღარ უნდა დამჭირვებოდა. მაგრამ არა. გლადიატორების ორთაბრძოლები სანახაობაზე იყო ორიენტირებული და არა იმაზე თუ ვინ უფრო სწრაფად მოკლავდა მეორეს. ანუ აბსოლუტურად სხვა ილეთები უნდა მესწავლა. უფრო მეტად აკრობატული. მე ვიცი რომ გლადიატორობა ცოტა სხვანაირი ბრძოლა უნდა, ომის ველზე ცოტა სხვანაირი ბრძოლა. მასწავლო შეგიძლია. აქ თავარია სისწრაფე. ხმას ისწორ. თუ გინდა რომ ძალით წაიღო, პირდაპირ უნდა. მართლა კი არ მოსწონს რამე დებილობა მოიფიქრე. თავარი რა ხდება? თავარი არ მოხდეს. პირდაპირ ესვე და გარბითა. ნიკოლაუსის ნასწავლი მეც უნდა გამემეორებინა. ხა მე მაგაში ვივარჯიშო ესე იგი. როგორ იყო? ასე ვარჯიშის შემდეგ გლადიატორებს როლს აძლევდნენ. როლი ბევრნაირი იყო და შენი უნარების მიხედვით გირჩევდნენ. ნეტა მე რა როლს მომცემს ნიკოლაუსს. მაგრამ სანამ მაქამდე მივალთ, მოდი ეს მეორე პუნქტიც გავიგოთ. მოიცა სანამ მანამდეც მივალთ. ეს რა ჯანდაბა არის? გაგიკვირდებათ და გლადიატორებმა პროგრამირების შესახებ არაფერი არ იცოდნენ. სწორედ მაგითო დარბოდნენ ფეხშიშველები და იხოცებოდნენ პატაპუნდით. ხო და მეგობარო, თუ არ შენ გინდა რომ თელი ცხოვრება ფეხშიშველმა ირბინო, შეგიძლია გადახვიდე ჯორჯ-სოფტის არხზე და ისწავლო game development-ი და საკმაოდ ბევრი ფულს იშოვა. ახლა კი გავიგოთ რას აკეთებდნენ დასვენების დღეებში გლადიატორები. ამ დასვენების დღეს რა სჭამდნენ გლადიატორები? 1 კილო ქერს. ვიცი რომ შეიძლება საშინელი რაღაც იყოს, მაგრამ ცოტას თუ მოიცდით ამაზე ბევრად გემრიელი რაღაცაც არის. ხშირად მიირთმევდნენ კომბოსტოს, უმეტებდნენ ბოსტნეულს და ხილს. ეს ყველაფერი არის ვეგანური.
ერთადერთი მიზეზი, რატომაც გლადიატორები ჭამდნენ ვეგანურად, იყო ის, რომ ძვირი ყიდა ხოლმე. ეს ძალიან კალორიული იყო და ძალიან იაფი. კომბოსტოს გემოქვს. რაც ახლა უნდა გითხრა, ძალიან იშვიათად იშოვებოდა რომის იმპერიაშიც კი. აი ეს არის ძალიან ძვირფასი რამ. მაშინაც ძალიან ძვირფასი იყო და ახლაც. ასე განსხვავებაში ერთი წელი ვცხოვრობდი. ნიკოლაუსი ძალიან ბევრ ფულს მახარჯავდა. ამიტომ რომ მომკვდარიყავი, მისთვის საშინელი ზარალი იქნებოდა. ისე კარგად ვცხოვრობდი, რომ ჩემს ადგილზე ყოფნას ჩვეულებრივი რომაელი მოქალაქეებიც კი ნატრულობდნენ. აქედან მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამდენ ფულს თუ მახარჯებს, ლომთანაც არ უნდა ჩამაგდოს წესით სასიკვდილოდ. ხო, მაგრამ ჩემი სახელით ფული მაინც უნდა ეშოვა. ამისთვის როლი მჭირდებოდა. მაგალითად რეტირეუსი. მას ბადე და სამკაპი ჰქონდა. შესაბამისად საკმაოდ მოქნილი უნდა ყოფილიყო. გლადიატორი ან ძლიერი უნდა იყოს, ან ჭოგი ხტომაში მაგარი უნდა იყოს, ან კიდე შენ მე მგონი მესამე ვარიანტით ეს უფრო გამოდგები, მაგრამ მოდი სხვაგანაც ვცადოთ. იმისთვის რომ ნიკოლაუს გაეგო რომელი როლი მომიხდებოდა, ჩემი დატესტვა გადაწყვიტა. აბა ეხა ტესტინა ჩაგიტარო. ამასა გადაახტები. ამასა კი. კარგი, ხმალი არ გაიყარო, მიდი. ნიკას ბევრი უნდა ეფიქრა, რადგან თუ არასწორად შემირჩევდა როლს, მარტივად მოვკვდებოდი და ფულსაც სრულიად დაკარგავდა. ამ ტესტში ჩავფლავდი. რა არის ეს აი ბიჭო, რა არის? ამიტომ ნიკოლაუსმა იფიქრა, რომ ჩემი ძლიერი მხარე მოქნილობა სრულიადაც არ იყო. შესაბამისად ვერც რეტირიუსი ვერ ვიქნებოდი და არც სხვა ისეთი როლები მომიხდებოდა, რომლებსაც მოქნილობა ჭირდებოდა. მან იფიქრა, რომ მურმილო უნდა ყოფილიყავი. მურმილო სეფარად ჩაფხუტი, რომლიდანაც ძლივს იყურებოდა. ჰქონდა ძალიან მძიმე ფარი, რომელსაც ძლივს დაათრევდა, მოკლე ხმალი და იყო ფეხშველა. აუცილებელი არის ყველგან გაიხედო. ფეხები ის გააქვს შეშველი, ა? გამეკიდა ფეხები ბიჭო, მალე თქვი. სხვადასხვა როლის გლადიატორებს ერთმანეთთან არ ავარჯიშებდნენ, რადგან უფრო სანახაობრივი ყოფილიყო შემდეგ მათი ბრძოლა. სხვათა შორის თავიდან ქალებიც კი ბრძოლობდნენ, მაგრამ შემდეგ აკრძალეს. ჩემს ბრძოლას რაც შეეხება, ხო არ გეგონათ, რომ ნიკოლაუსი თვითონ მაბრძოლებდა და ფულს ასე იშოვიდა. კაი მე ბრძოლი დაგითრევია და მოიტარა შემდეგი ბრძოლისთვის მომაქირავეი რა. ლანისტები გლადიატორებს აქირავებდნენ და ამაში იღებდნენ ფულს. ზოგჯერ გლადიატორები ომშიც კი მიყავდათ ხოლმე. მე ხო ვიცი არა, წაიყვავენ და მოკლა. ხო არის ეგრე? ჩემზე ძალიან დიდი ფული ჰქონდა დახარჯული. ამიტომ სასიკვდილოდ ესე მარტივად ვერ გამიმეტებდა. თუ მოკლება ორჯერ მეცა მოგცემ. მაგრამ მხოლოდ ფული არ იყო საკმარისი. ნიკოლაუსმა სამყაროში ყველაზე ძვირფასი შოკოლადიც მოითხოვა. შენი ციაბა? არ შემარცხვირო. ხო იცად მიდიხარ ხა? სადა? არც არ წაბა? ოჩაღად. ნიკამ ფულში გამცვალა და ლომთან ჩამაგდო სასიკვდილოდ. ყველას ეგონა რომ ლომი უბრალოდ შუაზე გამგლეჯდა. ხო, არავის ეგონა, მაგრამ გავიმარჯვე. ამის შემდეგ ქალაქში ჩემზე ლეგენდები შეითხსა. ბავშვები აკეთებდნენ სათამაშოებს, ყავდა ფანები, ჩემს ადგილზე ყოფნას ბევრი ოცნებობდა და ქალებსაც კი ვუყვარდი. ამიტომ ერთ-ერთმა დიდებულმა ქალმა ჩემთან ღამის გასატარებლად ფულიც კი გადაიხადა. მოდი ჩემთან პატარა, ცოტა გავერთოთ. და აი დადგა მომენტი, როდესაც ჩემი შესაძლებლობები უნდა დამემტკიცებინა. შემდეგ ბრძოლაში ვფიქრობდი, რომ თუ აქაც კარგად ვიბრძოლებდი, ნიკოლაუს გული მოულბებოდა და გამიშვებდა. და იქნებ ერთხელ სამუდამოდ მენახა ჩემი მეგობარის კიბილის, რომელიც ასე ძალიან მენატრებდა. დღეს ორთა ბრძოლა გაიმართება ზვიანგუსსა და უცნობ მებრძოლს შორის. გამარჯვებული მიიღებს თავისუფლებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბარემის შოკოლადს. სხვათა შორის ჯარისკაცი ვითაც ვიცხოვრე. შეგიძლიათ ჩემს არხზე ნახოთ. სკიბიდიუს, მეგობარო, როგორ ახარ რამდენი ხარია შენთან მოსვლავი და მოდი არ ვიობთ. სკიბიდიუს? დავამარცხე, მაგრამ ის ძალიან მიყვარდა, ამიტომ პირდაპირ არ მოვყავ. ჩემი მეგობარი არ მომაკვლევინოთ. როგორც ხედავთ, ამ ჟესტით ხალხს შეწყალებას სთხოვს. მაგრამ საბოლოოდ მაინც იმპერატორს უნდა გადაეწყვი და იცოცხლებდა თუ არა ის. ხალხს გლადიატორის სიკვდილი არ უყვარდა. ამიტომ იმპერატორებიც ხშირად არ ახოცინებდნენ და ამჯერადაც მისი შეწყალების ბრძანება გასცა. You say